დღეს ვისაუბრებთ ბგერაზე და სინათლეზე. რა არის ბგერა? ბგერა არის მატერიაზე წნევის ზემოქმედებით გაჩენილი გრძივი ტალღა, რომელსაც ჩვენ ყურში არსებული მემბრანით აღვიქვავთ. თუ ტალღა ძლიერია, ბგერის აღქმა სხეულითაც შეიძლება. რა არის სინათლე? სინათლე ელექტრომაგნიტური განივი ტალღაა. სინათლეზეც და ბგერაზეც მოქმედებს ტალღის სიხშირე. მაღალი სიხშირის ტალღა შესაბამისად მაღალი ტონალობის ბგერას გამოსცემს, დაბალი სიხშირის კი დაბალს. სინათლეში მაღალი სიხშირე იისფრად ანათებს, ხოლო დაბალი კი წითლად. ტალღის სიხშირის ცვლა ბგერაში ტონალობას, ხოლო სინათლეში კი ფერს ცვლის. ამ მსგავსებაზე დაყრდნობით ბევრი სხვადასხვა თეორია არსებობს. ჩვენ რამოდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ. ფერისა და სინათლის თანამედროვე მეცნიერული შესწავლა ისააკ ნიუტონის ექსპერიმენტთა სერიით იწყება, რომელსაც ის 1672 წელს აქვეყნებს. ნიუტონი პირველია, ვინც სისარტყელის ფენომენი ამოხსნა. მან სინათლის თეთრი სხივი გაატარა პრიზმაში, რის შედეგადაც სხივი სპექტრის ფერებად დაშალა. მან პრიზმა დაამაგრა ფანჯარასთან და 22 ფუტის დაშორებით კედელზე მოახდინა სპექტრის ფერების პროექცირება. იმის დასამტკიცებლად, რომ სხივს პრიზმა არ სცემდა ფერს, ნიუტონმა დაშლილი სპექტრის ფერები ლინზის საშუალებით ისევ დააფოკუსა და ისევ თეთრი სხივი მიიღო. უცაბედი ინსპირაციის შედეგად ნიუტონმა სპექტრის 7 ფერი ოქტავის 7 ნოტს შეუსაბამა. აქედან გამომდინარე, ნიუტონი გახდა პირველი, ვინც ბგერა სინათლესთან დააკავშირა. 1800 წელს გოეთე აქვეყნებს თავის ნაშრომს ფერის თეორიისაგან, რომელშიც ის აანალიზებს ფერს არა როგორც ფიზიკურ მოვლენას, არამედ იმას, თუ როგორ აღიქვავს ადამიანი ფერს სხვადასხვა სულიერ მდგომარეობაში. გოეთე ნიუტონის ფერის თეორიას კრიტიკულად განიხილავს და ამაში ის ფრანგი იეზუიტი ბერისა და მათემატიკოსის ლუი ბერტრან კასტელის თეორიას და ნაშრომებს ეყრდნობა. 15 წლით ადრე, 1725 წელს, კასტელი თავის ოპტიკურ თეორიებს გამოგონებაში ახორციელებს. ეს არის კლავესინი თვალებისათვის. კლავესინს ჰქონდა 60 პატარა ფერადი შუშის პანელი, ყოველი მათგანი იყო ფარდით დაფარული და შესაბამისი კლავიშის დაჭერისას ფარდა იხსნებოდა, რის შედეგადაც სინათლის სხივი ფერადი შუშის გავლით ფერის პროექცირებას ახდენდა. კასტელი თვლიდა, რომ ფერების მუსიკა 64 ენაა, რომელიც ყველა ადამიანს ესმის. ამ ინსტრუმენტის ბგერის ხატვის შესაძლებლობის ხარჯზე ყრუსაც კი შეეძლო მუსიკით ტკბობა. ისააკ ნიუტონის შემდეგ სპექტრის ფერების მუსიკალურ ბგერებთან დაკავშირების ბევრი თეორია გაჩნდა. მათ შორის გოეთესი, ჯორჯ ფილდის, ჯემისონის, ასევე სხვადასხვა ფერის ორღანის შემქმნელების, რემინგტონისა და ბიშოპის. ამ მეცნიერებს შორის მხოლოდ ერთი კომპოზიტორი იყო, ალექსანდრ სკრაბინი. 1872 წელს დაბადებული კომპოზიტორი და პიანისტი ალექსანდრ სკრაბინი რუსეთის ყველაზე დიდ სიმბოლისტ კომპოზიტორად არის მიჩნეული. ის არნოლდ შონბერგის მსგავსად თანამედროვე მუსიკაში ატონალური სისტემის განვითარებისთვის არის ცნობილი. ცეცხლი სკრაბინისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მისტიურ ელემენტს წარმოადგენდა. მისი ნაწარმოებების სახელებში ხშირად შეხვდებით სიტყვებს ცეცხლი, ალი, სინათლე. ეს მის შემოქმედებაში მუსიკისა და სინათლის გაერთიანების საშუალებების ძიებასთან არის დაკავშირებული. ამბობდნენ, რომ სკრაბინი სინესთიტი იყო, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სინესთეზია მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანის ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანების დროს მეორეც რეაგირებს. მაგალითად, ფერადის სმენა, როდესაც მუსიკის ბგერებთან ერთად თვალი ფერების ხედვას იწყებს. ან ხმაურიანი სუნი, როდესაც ყვავილის არომატს ყურის შესაბამისი ბგერითაც აღიქვავს. 1910 წელს სკრაბინმა თავის სიმფონიური პოემის პრომეთეს პარტიტურაში სინათლის კლავიატურის პარტია შეიყვანა. ამ ნაწარმოებში ფერს ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც ბგერას. პრომეთეს პრემიერა 1911 წელს რუსეთში სინათლის კლავიატურის გარეშე შედგა.
სრულყოფილი შესრულება ამ ნაწარმოების მოხდა 1915 წელს კარნეგი ჰოლში, ნიუ-იორკში. ერთ თვეში 1915 წლის აპრილში სკრაბინი გარდაიცვალა. მან ვერ მოასწრო თავისი ყველაზე დიდი ნაწარმოების, მისტერიის დასრულება, რომელშიც ბგერის გარდა გაერთიანდებოდა სუნი, მოძრაობა, ფერი და არქიტექტურა. ამ მისტერიაში ჰიმალაების ძირში მსმენელი, შემსრულებელი და გარემო ერთ დიდ წარმოდგენაში უნდა გაერთიანებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ სკრაბინის მთელი შემოქმედება და ცხოვრება მუსიკალური ფორმის ძიება იყო. მისტიური ფორმის, რომელსაც თავისი მასშტაბურობით სამყაროს ხელახლა შექმნის შესაძლებლობა ექნებოდა. 1922 წელს ჯერ კიდევ ახალგაზრდა რევოლუციურ საბჭოთა კავშირში, კონკრეტულად კი ბაქოს სპორტის დოკებში, დაახლოებით ასეთივე მასშტაბის, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული ფილოსოფიური და სულიერი დატვირთვის ნაწარმოები შესრულდა. რუსი ავანგარდისტი, ავანტიურისტი ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით, ფუტურისტი კომპოზიტორის არსენი ავრამოვის მონუმენტურ მუსიკალურ ნაწარმოებს სასიგნალო საყვირების სიმფონია ერქვა. ნაწარმოებს ასრულებდა კასპიის ფლოტის 26 გემის, უამრავი ქარხნის და ორთქმავლის საყვირი, ათასობით მეზღვაური და დოკის მუში. ჩვენ ამ ნაწარმოებს მომავალში აუცილებლად დაუბრუნდებით. დღეს კი ჩვენი დღევანდელი ბლოგიდან გამომდინარე არსენი ავრამოვის სხვა დამსახურებაზე ვისაუბრებთ. კინოს ისტორიაზე საუბრისას უმეტეს შემთხვევაში ლაპარაკია ფირზე გადაღებულ გამოსახულებაზე, რომელიც ფიზიკურ რეალობას აფიქსირებს. სამწუხაროდ დღესდღეობით ძალიან ცოტა ინფორმაცია კინოს ისტორიის არანაკლებ საინტერესო ნაწილზე. ფირზე გამოსახულების და ხმის ხელით ხატვის ტექნიკაზე. ყველაზე მეტი ინფორმაცია კანადელ რეჟისორზე და ანიმატორზე ნორმან მაკლარენზე მოიპოვება. Well, if a sound will make a pattern on film will make a sound. You can even create your own sounds by drawing directly on the film. Norman McLaren, the motion picture artist, has been making some hand-drawn sounds, and now he's going to hear them for the first time, played on the Moviola, a sort of miniature movie projector.
ბევრმა არ იცის, რომ მის იდეებს პლატფორმა 20-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში სწორედ აბრაამოვმა და მისმა თანამოაზრეებმა შეუქმნეს. ნახატი ხმის ავტორებად 4 ადამიანი სახელდება. არსენი აბრაამოვი, კომპოზიტორი და მუსიკის თეორეტიკოსი, ევგენი შოლბო, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ინჟინერი, ელექტროსინთეზატორი, ვარიოფონის ავტორი. ბორის იანკოვსკი, აკუსტიკის სპეციალისტი და ნიკოლაი ვოინოვი, ოპერატორი, მულტიპლიკატორი. $1930 წელს ევგენი შოლბო არსებს ლეონარდო და ვინჩის საზოგადოებას. ამ საზოგადოების კვლევის მთავარ თემას მუსიკოსების გარეშე შესრულება წარმოადგენს. ასე შეიქმნა ორნამენტალური, ანუ ნახატი ხმის იდეა, რომელიც გენიალური ფუტურისტი პოეტის და მოაზროვნის ველიმირ ხლებნიკოვის ფუტურისტულ მოსაზრებებს ეყრდნობოდა. ტექნიკურად ეს ხდებოდა. მუყაოს დისკზე იჭრებოდა ორნამენტი, რომელიც შემდეგ ფირზე გადაჰქონდათ. ფირიდან კი ხდებოდა მისი ხმაში ტრანსფორმაცია. ვოინოვი აპლიკაციური ანიმაციის პრინციპით მუშაობდა. ის ხმის ტალღებს ქაღალდისაგან ჭრიდა. შემდეგ ანიმაციურ პერსონაჟთან ერთად თითო კადრის გადაღებისას ხმის ბილიკსაც იღებდა. ამ მეთოდს ქაღალდის ხმასაც ეძახდნენ. ფირის პროექტორში გაშვების დროს ეს ესე გამოიყურებოდა და ჟღერდა. ედუარდ არწემევს, გენიალურ რუს კომპოზიტორს, ახლოცარსულის ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ პიონერს, რომლის მუსიკასაც ბევრი თქვენგანი ანდრეი ტარკოვსკის ფილმებიდან იცნობს, ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ როგორ დაიწყო მან ელექტრონული მუსიკის კეთება და იყო თუ არა რამე მოვლენა, რამაც მას ამაზე უბიძგა. რაზეც მან უპასუხა, რომ 1960 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, მან გაიცნო ინჟინერი ევგენი მურზინი და მისი სინთეზატორი ANS-ი.
ავრაამოვის ნაშრომები აკუსტიკის და ბგერის ფიზიკის შესახებ ნაწილობრივ რეალიზებული იქნა ევგენი მურზინის მიერ გამოგონებულ პირველ ფოტოელექტრონულ სინთეზატორში, რომელსაც მან სკრაბინის საპატივცემულოდ ANS-ი დაარქვა, ანუ ალექსანდრ ნიკოლაევიჩ სკრაბინი. მიუხედავად იმისა, რომ ANS-ის პროექტი 1927 წელს უკვე მზად იყო, მურზინს 20 წელი დასჭირდა, რომ თავისი გამოგონება მოქმედ მოდელად ექცია. ANS-ის ხმის სინთეზირების პრინციპი კინემატოგრაფიულ ხმის ოპტიკური ჩაწერის და რეპროდუცირების პრინციპს ეყრდნობა. ხმის გენერაცია ხდება 5 შუშის დისკის მეშვეობით, რომლებზეც 154 სინუსოიდალური ტალღური ბილიკია დაბეჭდილი. სინათლე დისკის გავლით 20 ფოტოსენსორიდან ერთ-ერთზე პროეცირდება, რის შედეგადაც ხდება ხმის გენერაცია. ANS-ი მოქმედებს როგორც თანამედროვე სკანერი. შუშის დისკებს და ფოტოსენსორებს შორის თავსდება შავი მასტიკით დაფარული შუშის პანელი. სწორედ ამ პანელზე იხატება მუსიკა. პანელი დისკებს და სენსორებს შორის მოძრაობს. ის ადგილები, სადაც პანელს მასტიკა მოცილდა, შუქს ატარებს და ამ ფანტასტიკური დანადგარიდან ასევე ფანტასტიკური მუსიკა ისმის. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ANS-ისთვის ნაწარმოებებს იმ დროისათვის ყველაზე გაბედული და რადიკალური კომპოზიტორები ქმნიდნენ. გაბედულები იმიტომ, რომ ისინი ამას საბჭოთა კავშირში ბრეჟნევის მმართველობის დროს აკეთებდნენ. ესენი იყვნენ ალფრედ შნიტკე, სოფია გუბაიდულინა, ანდრეი ვალკონსკი, ედუარდ არწემევი და სტანისლავ გრეიჩი. 1971 წელს ამ კომპოზიტორებმა ჩაწერეს ფირფიტა, რომელზეც შევიდა ANS-ზე გაკეთებული მათი კომპოზიციები. ეს ფირფიტა სახელად მუსიკალინე პრინაშენია 1990 წელს, მაშინ უკვე ფირმად ქცეულმა გამომცემლობა მელოდიამ გამოუშვა. 1740 წლიდან დღემდე ბგერისა და სინათლის სინთეზის უამრავი ექსპერიმენტი გაკეთდა და ბევრი დანადგარი შეიქმნა. ყველაფერზე რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებთ და ბოლოს ერთ არტისტზე, რომელიც მთელი ამ გამოცდილების გაერთიანებას ცდილობს თავის შემოქმედებაში. ჩვენი ბლოგის ბოლოს თქვენ ნახავთ ნაწყვეტს გერმანელი მუსიკოსის და ვიზუალური არტისტის კარსტენ ნიკოლაის, იგივე ალვანოტოს ლაივიდან. და კიდევ ერთი პატარა ლინკი ჩვენ დღევანდელ თემასთან. კარსტენ ნიკოლაის 2010 წლის ალბომში For Two არის ასეთი ტრეკი. ANS for Evgeny Murzin. Stop.
61, 80, 33, 98, 87, 17, 98, 05, 76, 28, 62, 13, 54, 48, 62, 27, 05, 26, 04, 62, 81, 89, 02, 44, 93, 95, 82, 90, 56, 38, 32, 26, 61, 31, 99, 28, 29, 02, 67, 88, 06, 75.